საქართველოს ვერასდროს ჩაითრევენ უკან ჩრდილოეთიდან შემოსული ბინძური ფულით, ვერც პირდაპირ სამხედრო ჩარევებით და ვერც მსხვილმასშტაბიანი პროვოკაციებით თუ სხვადასხვა პარტიზანული შეტევებით. ეს განცხადება პრეზიდენტმა რაეროში სიტყვით გამოსვლისას დააკეთა, მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე დღეში საქართველოში მოსახლეობა ერთად გადაწყვეტს თავის და ქვეყნის მომავალს. Პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვსაუბრობ სრულიად ქვეყანა მიხილაის აშკარა ძალადობის ფაქტები, რაც საქართველოში ხდებოდა. ფაქტები იყო შემაძრწუნებელი და ჩვენი პასუხისმგებლობაც ძალსახად ნათელი. ჩვენ სწორედ დემოკრატიული ქვეყნის შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვსაუბრობ სრულიად ქვეყანა მიხილაის აშკარა ძალადობის ფაქტები, რაც საქართველოში ხდებოდა. ფაქტები იყო შემაძრწუნებელი და ჩვენი პასუხისმგებლობაც ძალსახად ნათელი. ჩვენ სწორედ დემოკრატიული ქვეყნის შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. ჩვენ ყველა პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება მოვახდინეთ და დავაპატიმრეთ ორი მინისტრი კი გადადგა. პენდენციურ სისტემაში განხორციელდა ცვლილება და ახალი საშილახსრულების მინისტრი ყოფილი ომბუდსმენია. სწორედ ამ გზით გადავლახეთ შექმნილი სირთულეები. მინდა მივიპყროთ თქვენი ყურადღება, დემოკრატიისა და თავისუფლების საკითხით ხდება, მეტად კონკურენტული საარჩევნო გარემოა შექმნილი. ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე კონკურენტული არჩევნებია ნამდვილად. 1 ოქტომბერს ჩემი ხალხი მოუთმენლად ელის იმ შესაძლებლობას, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს ქვეყნის გაძლიერებისა და გაახლებისთვის. ქართველები აბსოლუტურად თავისუფალნი არიან მათ არჩევანში. საქართველოს წინა არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიანად ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები ესწრებოდნენ. თუმცა ჩვენი ქვეყანა წარსულის წარმატებებით არ კმაყოფილდება და გარწმუნებთ, რომ ეს არჩევნები ბევრად თავისუფალი და სამართლიანი იქნება. ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიზანი მიღწეული იქნას. მათ ვისაც ამ დინამიკის შეცვლა სურს, უნდა იცოდეს, რომ კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობას და დემოკრატიულობას ალტერნატივა არ აქვს. ეს არა მარტო ქვეყნის ხელისუფლების აზრი, არამედ ქართველი ხალხისაც, რასაც საზოგადოება არჩევნებზეც დაადასტურებს კიდეც. ამ მხრივ საქართველო განაგრძობს განვითარებას. სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხმა სურვილის მიხედვით ჩვენი ქვეყნის მომავლის დაგეგმვა განიზრახა. ქვეყნის შთანთქმის მიზნით. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველო უკან აღარ დაბრუნდება. არნაირი ზეწოლა და არნაირი ბინძური ფული ჩრდილოეთიდან. ვერნაირი სამხედრო ძალა ვერ გვაიძულებს, რომ უკან დავბრუნდეთ. არ გამოვა. გაეროს მონაცემები ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული და ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, სადაც ქრთამი არ არსებობს. იმ დროს, როცა სააკაშვილი გაეროს შენობაში ემოციური სიტყვით გამოდიოდა, შენობის გარეთ შეყრებილი ქართველი ემიგრანტები მისი მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. სააკაშვილი მკვლელია ამ სიტყვებით შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველები. ემიგრანტები პრეზიდენტს ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინასთან დახვდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც პრეზიდენტის მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყვიდოდნენ. კადრებში ისმის, რომ ისინი პრეზიდენტისთვის კვერცხების სროლასაც აპირებდნენ. სააკაშვილი კილერ! აგე მოვიდა ბიჭო, აგე სააკაშვილი. გამოიხედე აქეთ შენ მომეცი სად არის კვერცხი მოსაგები. აგე ჯიპში ზის, ჯიპში. აი რო იცოხნება კაბეთში რა. აი გარი, რო იცოხნება, რო იცოხნება. მარე მერილანდის ის დაუქირევებია. გაუშალეთ პრაკატი. მიშა შენი დედა. მიშა. ნადირალა, შენ ნადირალა.